2024 წელს საქმიანი საზოგადოება Element Construction-ის არაერთ საინტერესო აქტივობას ადევნებდა თვალს. სხვა ყველა დანარჩენ სიახლესთან ერთად გამოსარჩევია, რომ 2024 Element Holding-ისთვის ექსპორტზე გასვლის წარმატებული წელიც იყო. Element Holding-ის შვილობილი კომპანიები უზბეკეთის ბაზარზე მკვიდრდებიან. სხვა ამბებს და 2025 წლის გეგმებს უკვე სტუმრისგან მოვისმენთ. ალექსანდრე ოქრუშიძე Element Construction-ის დირექტორი არის BMG-ის სტუმარი და მასთან ერთად უნდა გავაგრძელოთ როგორც შეჯამება გავაკეთოთ 2024-ის, ასევე 2025 წლის გეგმებიც მოვისმინოთ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მირთვით ყავა და საკუთარი თავი იგზენით, როგორც ნეო თქვენს ოფისში, ან ოჯახურ გარემოში. ალექსანდრე, ძალიან აქტიური იყო მთლიანად კომპანია 2024 წლის განმავლობაში. გასაგები მიზეზების გამო, რომელიც ჩვენი მიზეზია ძირითადად, ჩვენ ვერ მოახერხეთ 2024-ის შეჯამება, მაგრამ ეს აქტივობები რო არ იყოს ფრაგმენტულად გაწერილი, რასაც საქმიანი არხის YouTube არხი და სხვა სოციალური ქსელები კარგად ინახავს. მინდა რომ ერთგვარად შევაჯამოთ, როგორი იყო კომპანიისთვის 2024 წელი და შემდგომ გადავიდეთ უკვე იმ დეტალებზე, რაც დინიმ დაანონსა თავის შესავალსებაში. ეთელი მოგახსენებთ, წლის შეჯამების უმთავრესი და შეფასების უმთავრესი კრიტერიუმი Element Construction-ში არის განვითარება. სწორედ ეს გახლავთ ჩვენთვის წარმატების განსაზღვრის მთავარი ინდიკატორი. 2024 წლის შეფასებას და ანალიზს თუ გავაკეთებთ, საკმაოდ აქტიური წელი გამოვიდა და შედეგიანი წელი გამოვიდა 2024 წელი. მოგეხსენებათ, Element Construction-ი ოპერირებს როგორც ინდუსტრიული, ასევე სამოქალაქო და ჰიდროტექნიკური მშენებლობის მიმართულებით. ინდუსტრიული მიმართულების კუთხით ბაზარზე ლიდერები ვართ უკვე მრავალი წელია. ასევე ძალიან აქტიური წელი იყო სამოქალაქო მშენებლობის კუთხით, რომლის მიმართულებითაც ძალიან განვითარდა კომპანია. ასევე ძალიან განვითარდა ასევე სარემონტო სამუშაოების თვალსაზრისით, რასაც ადასტურებს გირტეკას ოფისის მშენებლობა, რომელიც არის ევროპული წამყვანი ბრენდი ქართულ ინდუსტრიაში. ასევე ძალიან გაზრდილია მოთხოვნა პროექტირების მიმართულებით და შესაბამისად ჩვენს განვავითარეთ შესაბამისი ჯგუფი პროექტირების კუთხით. 2024 წლის განმავლობაში პირველად დამკვეთებს შევთავაზეთ მშენებლობის ზედამხედველობისა და მართვის მომსახურება, რაც გახლავთ ძალიან სპეციფიკური მომსახურება, რომელიც საჭიროებს მაღალ პროფესიონალიზმს, მაღალ კვალიფიკაციას. ამ კუთხით ჩვენ მოქმედებთ როგორც დამკვეთის წარმომადგენელი. მიმდინარე პროექტი გახლავთ ბათუმში მშენებარე კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი. საკმაოდ დიდი და მასშტაბურია. მასშტაბური პროექტია, პირველი პროექტია ეს ჩვენთვის და ძალიან საინტერესოდ ვითარდება ეს მიმართულება. ამ შემთხვევაში როგორც მოგახსენეთ, მოქმედებთ როგორც დამკვეთის წარმომადგენელი და არა როგორც კონტრაქტორი ორგანიზაცია. განვითარების მიღმა არ დარჩენილა ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულება. წარსულში უფრო აქცენტს ვაკეთებდით მშენებლობის ხარისხსა და ვადებზე, თუმცა ამჟამად უფრო აქტიურად მუშაობთ, რომ დამკვეთებს შევთავაზოთ ინოვაციური ტექნოლოგიები. მაგალითისთვის მოვიტან პრეკასტებით მშენებლობას, ეს არის ანაკრები რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, პროექტირება, წარმოება და მშენებლობა, რომელსაც ვთავაზობთ დამკვეთებს. ამ ტექნოლოგიას გარკვეული უპირატესობები აქვს ტრადიციულ მშენებლობასთან მიმართებაში. ეს გახლავთ ძალიან დაჩქარებული ტემპები, ხარჯების ოპტიმიზაცია, რისკების შემცირება და სხვა უამრავი ფაქტორი. ქარხანაში ხდება ანაკრები რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამზადება და შემდეგ მონტაჟი ხდება უკვე სამშენებლო მოედანზე, რაც სააგრძნობლად აჩქარებს პროცესს და აუმჯობესებს შედეგებს. კომპანიის განვითარების დინამიკაზე საუბარს შევაჯამებ ექსკლუზიური სიახლით BMG-ის მაყურებლისთვის. Element Construction-მა განავითარა ოპერირების არეალი და უკვე უზბეკეთში დაიწყო ოპერირება 2024 წელს. ანუ ეგ გადაწყვეტილი ამბავია, ხო? უკვე სრულად და ბოლომდე. კარგი, აქედან გამომდინარე ბიზნესზე და გეგმებზე, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ უზბეკეთთან დაკავშირებით, ეს იყოს ჩვენი მეორე თემა საუბრის.
რა გეგმებით ხარ წარმოგვიდგენილი უზბეკეთში? უზბეკეთში უკვე გვაქვს მიმდინარე სამოქალაქო მშენებლობის პროექტი. ეს გახლავთ მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელსაც ვახორციელებთ ადგილობრივ კომპანიასთან Beltera Holding-თან ერთად. გვაქვს ძალიან ამბიციური და საინტერესო გეგმები, რომლებსაც მიმდინარე წლის განმავლობაში დეტალურად გაგაცნობთ. ალექსანდრე, ყოველთვის როდესაც BMG-ზე კონკრეტული კომპანიების სტატისტიკები ვრცელდება ინდუსტრიების მიხედვით და ქვეყნდება, მუდმივად იყო სექტორში მოწინავე პოზიციებს და არასდროს არ თმობდა element construction-ი პოზიციებს. რა არის ის მთავარი ელემენტი ამ შემთხვევაში, როდესაც რაც ამ მდგრად წარმატებას უზრუნველყოფს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საინტერესოა მათ შორის უზბეკეთის ბაზარსაც. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, ძალიან კარგი გუნდი მათ შორის, რომელიც ორიენტირებულია სამშენებლო სამუშაოების ხარისხზე, შრომის უსაფრთხოებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაზე. მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო Element Construction-ის გუნდის თითოეულ წევრს 2024 წლის წარმატებისთვის, იმიტომ რომ მათი დამსახურება ეს ყველაფერი. მათი პროფესიონალიზმის წყალობით ჩვენ შეგვიძლია დამკვეთებს ძალიან ისეთ კრიტიკულ გამოუვალ ვითარებაში შევთავაზოთ არასტანდარტული გადაწყვეტილებები და სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ როგორც ხარისხზე, ასევე ვადებზე და შედეგებზე. ეს არის სწორედ ჩვენი გუნდის წევრების პროფესიონალიზმის და გამოცდილების დამსახურება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. აქვე მინდა ვისაუბრო ეგრეთ წოდებულ value engineering-ზე, რაც გულისხმობს ხარჯების ოპტიმიზაციას, დიდწილად აღნიშნული მეთოდოლოგია ასევე საჭიროებს, რომ ძალიან კარგი თეორიული ცოდნა უნდა ქონდეს ტექნიკურ ჯგუფს, პრაქტიკული გამოცდილება, ინოვაციების და ტექნოლოგიების ცოდნა, რომ არასტანდარტული ტექნიკური გადაწყვეტილებები შევთავაზოთ სხვადასხვა კრიტიკულ სიტუაციაში დამკვეთს და ამის წყალობით მოვახდინოთ ოპტიმიზაცია როგორც ვადების, ასევე ხარჯების. თან ამავდროულად ეს უნდა მოხდეს ხარისხის სრული სტანდარტების შენარჩუნებით. ხარისხმა არ უნდა განიცადოს შემცირება, ისე უნდა მოხდეს ამ ტიპის ოპტიმიზაცია. საკმაოდ ხშირად მოგვართავენ დამკვეთები ამ მიმართულებით და ჩვენი გუნდის წევრები წარმატებულად ართმევენ თავს ამ ამოცანასაც. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ Element Holding-ი იყენებს Element Construction-ი იყენებს Element Holding-ის რესურსებს, Element Holding-ის შვილობილი კომპანიების რესურსებს და ძალიან აქტიურად თავაზობთ კომპლექსურად სხვადასხვა მიმართულებებს, როგორიც არის ინდუსტრიული ატაკები, შრომის უსაფრთხოება, ხარისხის კონტროლი, ლითონ კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი, ელექტრომექანიკური მიმართულება, MEP-ის მიმართულება და ესე იგი ჰოლდინგი 10 კომპანიისგან შედგება და შესაბამისად ძალიან მოქნილად და კომპლექსურად შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენი მომსახურება დამკვეთებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია ჩვენს მაყურებლებს ასევე ვუთხრათ 2024-ში დასრულებული ობიექტების და პროექტების შესახებ და ის მიმდინარე ობიექტები, რაც 25-შიც გადმოვიდა. რა თქმა უნდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ინოვაციური და მასშტაბური პროექტები სწორედ Element Construction-ის დაკვეთით და თანამონაწილეობით ხორციელდება. აღნიშნვის ღირსია ავეჯის ინდუსტრიაში პირველი ავტომატიზირებული საწარმოს მშენებლობა კომპანია LTB-ის დაკვეთით, ასევე დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში პირველი გადასაღები პავილიონის მშენებლობა მიმდინარეობს ამჟამად. ესე იგი შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დამკვეთთა სიაში სხვადასხვა სექტორის ლიდერი მოთამაშეები არიან წარმოდგენილი. სამოქალაქო მშენებლობის კუთხით, როგორც მოგახსენეთ, ძალიან დიდი განვითარება იყო 2024 წელს. ჩვენ მუშაობთ ისეთ დეველოპერულ კომპანიებთან, როგორიც არის M-კვადრატი, Arki, Lisi Development, Dadiani Residency, Tbilisi Oriental და სხვა მასშტაბური დიდი მოთამაშეები ბაზარზე. ინდუსტრიულ პროექტებს შორის გამოვყოფთ Dryport-ის პროექტს, რომელიც ლოგისტიკური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. ასევე გამოვყოფთ Design Build-ის პრინციპით FS საქართველოს საწყობის მშენებლობას. ასევე მნიშვნელოვანი პროექტი იყო Sonio Georgias პროექტი, რომელიც სრულად პრეკასტების ანაკრები რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით განხორციელდა. ეს ფაქტიურად პირველი პროექტი იყო, რომელიც სრულად განხორციელდა ანაკრები რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით.
ასევე წარმატებით განვახორციელეთ კიდევ რამდენიმე პროექტი, მაგალითისთვის დიპლომა ჯორჯიას და ლიბო გრუპის დაკვეთით. მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები, მაგალითისთვის კახეთში თელავურის მშენებლობა არის დაწყებული და ძალიან აქტიურ ფაზაშია. ქუთაისში ვესტინვესტის დაკვეთით საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს და უკვე ფაქტიურად დასასრულისკენ მივდივართ. წარმატებით დასრულდა კაკლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა სამეგრელოში IG Agros დაკვეთით. აჭარაში ძალიან გამორჩეულ და ლამაზ ლოკაციაზე სასტუმრო აპარტამენტების კომპლექსის ბუკნარის მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე. და ჩვენ პორტფოლიოს გამოირჩევა პრეზენტაბელურობით, რა თქმა უნდა, ადგილობრივი და საერთაშორისო წამყვანი ბრენდებით, თუმცა Element Construction-ის სავიზიტო ბარათი უდავოდ არის Coca-Cola-ს საწარმო და რჩება. ძალიან მოხარული ვართ, რომ ასევე 2024 წელს მოგვიწია დაბრუნება Coca-Cola-ს ტერიტორიაზე და განვახორციელდეთ სასაწყობო ცენტრი ავაშენეთ და ასევე მთისწყლის ბრენდი შემოვიდა ჩვენს პორტფოლიოში, რაც ასევე ძალიან დიდ მიღწევად და აი აქავარ წარმოდგენილი თქვენთანაც წარმოდგენილია ეს ყოველივე. რომ შევაჯამოთ წარმოდგენილი პრეზენტაბელური პორტფოლიო სტატისტიკაში რომ გადავიყვანოთ, მოგაწვით ინფორმაციას, რომ 2024 წელს კომპანიის მიერ განხორციელებულმა სამუშაოებმა დაახლოებით 250,000 კვადრატული მეტრი ტერიტორია მოიცვა, ხოლო ფინანსურმა ბრუნვამ კი 100 მილიონს გადააჭარბა. ბრავო. თქვენი ხედვა 2025 წელთან მიმართებით აი ამ ყველაფრის შემაჯამებლად რა შეიძლება რომ იყოს? 2025 წელს ჩვენი გეგმა და მიზანი ისევ რა თქმა უნდა განვითარება რჩება. ბაზარზე იზრდება მოთხოვნა და ჩვენ მზად ვართ რომ დამკვეთების ნებისმიერ მოთხოვნებს და გამოწვევებს შევხვდეთ წელგამართული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ანუ სულმუშაოდ განვითარების მიმართულებით, ასევე მოხარული ვარ, რომ პარტნიორებისთვის შეგვიძლია არა სტანდარტული, არამედ ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის შეთავაზება, რაც გულისხმობს უმაღლეს სტანდარტებს. კომპანიაში უკვე დაანერგილია პროექტების მართვის ავტომატიზაცია და კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, რომ ინოვაციური ტექნოლოგიები კიდევ უფრო გავაძლიეროთ Element Construction-ში და დავხვდეთ მომზადებული ყველანაირ გამოწვევას. ლევან ბერაძე და პალატა ჩიტურელიძე ჩართულები ბოლომდე ყოველთვის. ჩართულები ბოლომდე. და ჩემგან მათაც მოკითხვები იმის კვალობაზე, რომ ალექსანდრემ მოიხსენია მთელი გუნდი Element Construction-ისა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება რაც უკვე 10 კომპანიისგან შემდგარი Element Holding-ისა. წარმატებები მეგობრებო, ბრავო ესეთ განვითარებას. კომპანია, რომელიც ჰოლდინგი რა, კომპანია უკვე, რომელიც ჩვენ თვალწინ წამოიზარდა და ესეთ მნიშვნელოვან შედეგებზე გავიდა, რაზეც დღეს საუბრობდა ალექსანდრე ოქროშიძე. მადლობა მას მობრძანებისთვის. ის Element Construction-ის დირექტორი გახლავთ.